ეხლა ცოტა რამ არიმანულსა და ლუციფერულზე, ანუ სატანურსა და ეშმაკისეულზე. ფიქრი თავისი ბუნებით უფრო არიმანული ტენდენციის მატარებელია, სატანური. ლუციფერული ეს არის ფანტაზიის, სითბოს, ამაღლების ძალა. ლუციფერული ძალა გვაცდუნებს გრძნობის და სულის ზემოთ აფრენით, სამყაროს სილამაზესა და ოცნებებში დაკარგვით. ესე იგი, ლუციფერი, ეშმაკი, გვიბიძგებს ნათელი, მაგრამ დაუფუძნელი, ანუ საფუძველის არ მქონე აზრებისკენ, პოეტური, შთაგონებული, ოდნავ ეგოცენტრული, აი ასეთი აზრებისკენ. ამიტომ ლუციფერული უფრო მაღალ, მისტიკურ, წარმოსახვით მხარეს უკავშირდება, სადაც აზრი, ფიქრი, გრძნობადობით არის გაჟღენთილი. არიმანული უფრო სიცივე, სიმტკიცე, მატერიალური აზროვნება. არიმანი პირიქით, ადამიანს გაყინულ ინტელექტში ამყოფებს. ანუ გონებაში, რომელსაც უნდა ყველაფერი ზუსტად, რაციონალურად, ტექნიკურად ახსნას. ანუ ეს არის გულიდან გამოთიშული ფიქრი, რომელიც მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს და ვერ გრძნობს სიცოცხლეს. აი ეგეთი არიმანული, ანუ სატანური ფიქრი. ამიტომ ეს აზროვნება იქნება როგორი? მშრალი, ტექნოლოგიური, მანქანური, ეს აუცილებელია, მაგრამ ადამიანი შეიძლება გაიყინოს სულიერად და თქვენ ალბათ უამრავი ადამიანი გახსენდებათ, ცნობილი მათ შორისაც, ხო? მეცნიერი, სადაც რომელიც არის გაყინული ამაში, სულიერად. ესე იგი, ადამიანის მიზანი და ამოცანა რა არის? დადგეს შუაში. ანუ გააცოცხლოს ფიქრი, ეს არიმანული სიცივე მოიშოროს და დაამიწოს წარმოსახვა. ეს არის ლუციფერის გადამეტებული სითბო, რომელიც აგრერიგად მოძალებული და მოჭარბებულია მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ხო? აი ეს ბალანსი როდის მიიღწევა? მაშინ როცა ფიქრს ვძენთ სითბოს და გრძნობას ვძენთ ცნობიერებას. როცა ფიქრი იქცევა მიქაელურად, ეპოქის წარმართველი, მოგვეხსენება რომ მიქაელია, ხო? და როცა ფიქრი მიქაელურად იქცევა, ის უკვე იწყებს ცოცხალ არსებად ქცევას. ის აღარ არის ცივი, როგორც არიმანის აზროვნება, არც მაცდუნებელი, როგორც ლუციფერის ფანტაზია. ლუციფერული ფიქრი მოდის შთაგონებით დან, მაგრამ სხეულს ტოვებს, სუბუქია, ცეცხლოვანი, ეგოცენტრული. ხო, აი ეს მე ვიცი, ეს მომენტი. ეს იწვევს აღტაცებას, მაგრამ კავშირს რეალურ სამყაროსთან არ ქმნის. არიმანული ფიქრი მოდის სიცივიდან, მანქანური ინტელექტიდან, ძალიან ზუსტი და ლოგიკურია, მაგრამ სულისგან დაცლილია. ადამიანს აქცევს მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტად. მიქაელური ფიქრი შუაგზაა. ესე იგი, არც არიმანული, არც ლუციფერული, არამედ შუაგზა, მიქაელური ფიქრი. შტაინერთან მიქაელი ის სულია, რომელიც ადამიანის გონებას წმენს ადამიანის გონებას, რათა იგი გახდეს ნათელი, თბილი, ერთდროულად, ნათელიც და თბილიც. ეს ფიქრი არ არის მხოლოდ გონებრივი, მასში გულის ძალა შემოდის. და ეს ფიქრი მიქაელური არ ტოვებს სამყაროს ოცნებად. არამედ მასში სამართავ სინათლეს გვიბოძებს. იგი იღებს ცოდნას, მაგრამ ეს ცოდნა ცოცხალია. მას მექანიკური ფორმა არ გააჩნია მხოლოდ. ხა როგორ ვაჩენთ მიქაელურ ფიქრს საკუთარ თავში? პირველი, ეს არის მადლიერება შეცნობისთვის. აი, როცა ყოველი აზრი არ არის დაპყრობის სურვილი, რომ აი მე უნდა ვიცოდე,
არამედ მადლიერება, რომ აი რა საოცარია, რომ შემიძლია ეს ვიგრძნო. მეორე, ეს არის აზროვნებაში გულის ჩართვა. ანუ დაკვირვებისას ვგრძნობ სინათლეს, რომელიც აზრს ასხივებს და არა მხოლოდ მსჯელობთ. მესამე, ფიქრის გაცოცხლება ხელოვნებით, ბუნებით, თავშეკავებით, როცა აზრი აღარ არის იარაღი, არამედ მსახურება. შტაინერი ამას გულის მეშვეობით ფიქრს უწოდებს. ანუ აზროვნება, რომელიც იწყება არა ტვინში, არამედ გულში და იქიდან მიემართება თავში. ეს არის მიქაელური ცნობიერება. და მაშინ ჩვენ უკვე ხვდებით სინათლის თანაშემოქმედნი, არა მხოლოდ დამკვირვებელნი. ჩვენ ცხოვრობთ ახლა მიქაელის ეპოქაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სულიერი ამოცანაც ფიქრის გარდაქმნაა. შტაინერის მიხედვით 1879 წლიდან დაიწყო ახალი სულიერი ეპოქა. მთავარანგელოზი მიქაელი გახდა ადამიანთა გონებრივი განვითარების მმართველი, წარმმართველი. ადრინდელ ეპოქებში სულიერი ბრძოლა ძირითადად გრძნობებსა და ნებისფერში მიმდინარეობდა, მაგრამ ახლა ფიქრი გახდა ბრძოლის ველი. ადრე ფიქრი ბნელიდან მოდიოდა. ადამიანები ფიქრებს იღებდნენ როგორც ზეციურ შთაგონებას, მაგრამ მათში ნაკლები იყო თავისუფლება. დღეს კი ფიქრი თითქოს ჩვენია, მაგრამ სწორედ ამაში იმალება საფრთხე. ფიქრი შეიძლება გადაიქცეს არემანულ ინტელექტად, ცივ, ანგარებიან, ტექნიკურ ძალად, უბრალოდ ტექნოლოგიურ ძალად. ამასთანავე ლუციფერი ცდილობს ცოტა სხვანაირად. აი გაცდუნებს სულიერი ამაღლებით, ნათელი იდეებით, მაგრამ რეალურ მიწიერ ყოფას გაცლის. ამიტომ ეპოქა მოითხოვს არასულიერ გაქცევას, არც მატერიალურ ჩაძირვას, არამედ შუაში დგომას, ცნობიერების შინაგან ბალანსს.